განაგრძობთ გამოშვებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ შემადგენლობას ტესტირება უტარდება, რომლის მიზანია სამართალდამცველი პირების უნარების შეფასება და კვალიფიციური კადრების გამოვლენა. ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე პირების შესაბამის გადამზადების კურსებს გაივლიან. ტესტირებას 10,000-მდე ოპერატიული თანამშრომელი გაივლის და ის 2 დღეს გასტანს. ტესტირება თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია ეს, რომ მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, ტონის ამაღლება და აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ტესტირება არ გამოიწვევს რაიმე სახის საკადრო გადაადგილებას ან ცვლილებებს. ეს უბრალოდ არის მიზანი არის ის, რომ დავადგინოთ თუ რა სირთულები გვაქვს, რა სუსტი ადგილები გვაქვს, რომ შესაბამისად ვერ ბრძოლოთ და გამოვასწროთ და უფრო გავაძლევთ ის სუსტი ადგილები. ჩემი აზრით ტესტირება საკმაოდ მარტივია და წესით უნდა დავძლიოთ დადებითად. მე მუშაობ დაახლოებით 3 წელია და ეს პირველი შემთხვევა არის ჩემი საქმიანობის პროცესში, როდესაც ჩვენ გავდივართ აი ესე მასშტაბური წესით ტესტირებას. სუქდიცსა და ბათუმში პოლიციელების საყოველთაო ტესტირება დაიწყო. 2 დღის განმავლობაში პროფესიულ უნარებში დეტექტივებს, უბნის ინსპექტორებსა და პატრულის თანამშრომლებს შეამოწმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს ტესტირებას ქვეყნის მასშტაბით პირველად მართავს. საყოველთაო ტესტირების შემდეგ ტრენინგები უცხოელ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმება. ტესტირება დაბალი ფულის მქონე პოლიციელთა გათავისუფლებას არ ისახავს მიზნად. ტესტირება არ ტარდება ვინმეს სამსახურიდან დასათხოვნად. მთავარი მიზანი აქ არის საერთო სურათის დანახვა, საჭიროებების გამოვლენა, რათა შემდგომ შესაბამისად მოხდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ პოლიცია იყოს სწორედ საზოგადოებაზე ორიენტირებული და უკეთესად ემსახურებოდეს საზოგადოებას. ყველასთვის სავალდებულოა აღნიშნული ტესტირების გავლა და თითოეული ჩვენგანისათვის მსგავსი ტესტირებები არის ძალიან სასარგებლო იმისათვის, რომ აღვიმაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია, პროფესიული დონე.